შემოგვიერთდა ჩვენი წამყვანი ანი კეკუა, რომელიც წარუძღვება თავის გადასტარებ რუბრიკას მუსიკის დრო და დღეს საკმაოდ საინტერესო თემით, ცოტა განსხვავებული და ძალიან საინტერესო თემით. გამარჯობა დალი, ჯონი, მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო. დღეს მინდა რომ ვიმსჯელოთ განსხვავებულ ფორმატში ჩემი რუბრიკის ფარგლებში და ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან და ამოუწურავ თემაზე, როგორიც არის მუსიკის როლი ადამიანის განვითარებაში. რაც რა თქმა უნდა იწყება ბავშვობიდან, მოგეხსენებათ და მე შევეცდები რომ რუბრიკის ფარგლებში მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია იმისთვის რომ თქვენ სწორი დასკვნები გამოიტანოთ და სწორი ხედვები ჩამოგიყალიბდეთ. მე მგონი ყოველთვის ცნობილი არის რომ სულ კიდევ რამოდენიმე ათეული წლის წინ ბავშვის მუსიკალური აღზრდა, საზოგადო აღზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ძალიან ძნელად მოიპოვებოდა საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც არ იყო დაკავებული მუსიკალური სწავლებით, განათლების მიღებით სპეციალურ მუსიკალურ სასწავლებლებში. თუმცა დღეს ტენდენციები რა თქმა უნდა შეიცვალა, საჭიროებებიც შეიცვალა, გაიზარდა პროფესიების რიცხვიც, ამას დაემატა ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს უკვე დისტანციურად მივიღოთ გარკვეული განათლება და თითქოს აღარ გახდა საჭირო მუსიკაზე სიარული. თუმცა მე მინდა რომ დაგარწმუნოთ ჩემი რუბრიკის ფარგლებში, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის, მუსიკა კვლავ რჩება ადამიანის მთავარ მეგობრად, განუყოფელ ნაწილად და მუსიკაზე სიარული აუცილებელიც კი არის, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს ასოცირდება განტვირთვის საშუალებასთანაც, თუმცა მუსიკა არ არის მხოლოდ განტვირთვის საშუალება, იგი აყალიბებს განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვან უნარჩვევებს, რომელზეც ვისაუბრებთ ჩვენ რუბრიკის ფარგლებში. ამას ყველაფერს კარგად ჩამოაყალიბებს დარწმუნებული ვარ ჩემი უსაყვარლესი მუსიკის პირველი პედაგოგი, ასევე მსახიობი ჭოხონელიძეების, დები ჭოხონელიძეების სტუდიის ხელმძღვანელი თინიკო ჭოხონელიძე. მოგესალმებით თინიკო. მოგესალმებით. ძალიან მოხარული ვარ პირველ რიგში რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ და მოდი დავიწყოთ იმ თემით თუ მე ვახსენე ბევრი ვისაუბრე იმის თაობაზე რომ თითქოს აღარ არის საჭირო მუსიკაზე სიარული, რაღაც შეიცვალა ტენდენციები, ხელოვნური ინტელექტიც დაგვემატა, მაგრამ მოდი გითხარი რატომ უნდა ვატაროთ ბავშვები განსაკუთრებით ადრეული ასაკიდან მუსიკაზე. დავიწყოთ ამ თემით. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ თქვენი არხის სტუმარი ვარ, იმიტომ რომ ეს არხი და ამ არხთან ჩემი ბავშვობის ძალიან კარგი მოგონებებია და ყოველთვის ვარ თქვენი ერთგული მაყურებელი. მოხარული ვარ. ახლა რაც შეეხება ამ თემას, იცი, ანი ეს უფრო კლასიკურ მუსიკაზე არის ალბათ ნათქვამი და შენ უფრო კლასიკური მუსიკაზე ისაუბრე და სხვათა შორის სტატისტიკურად არის კვლევები ჩატარებული, რომ ნობელის პრემიის ლაურეატების უმეტესობას ჰქონდა თურმე შეხება ბავშვობიდან მუსიკასთან. ეს არის რა თქმა უნდა კლასიკურ მუსიკაზე ლაპარაკი, მაგრამ 3 წლის ბავშვს კლასიკურ მუსიკაზე რომ ვერ მიიყვან და ვერ ატარებ, ესეც ცხადია, ხო? ერთი პერიოდი საერთოდ აღარ დადიოდნენ და შენ რაც ახსენე, ხა მე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან არ არსებობდა სახლთა რო ჩაივლიდი, ხო? რომ არ გამოსულიყო ხმა, აი მუსიკის მეცადინე გამების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ერთი პერიოდი აბსოლუტურად რაღაცნაირად ჩაწყნარდა ეს და პირიქით ჩაწყნარდა არც შეიძლება რომ ითქვას ავტომატის ხმამ შეცვალა. ხო, რაღაცნაირად შეიძლება ითქვას რომ მუსიკა აღარ გახდა, აღარ მიჩნეოდა პირველი რიგის სასწავლო დისციპლინად. ხო, აი აუცილებელი ხო იყო ჩემ ბავშვობაში, ეს იყო რომ აუცილებელი იყო. მაგრამ ეხლა ისე წამოვიდა, სხვათა შორის ძალიან მიხარია, მაგრამ აი რაც შეეხება მე აი 3 წლის ბავშვს რომ კლასიკურ მუსიკაზე ვერ მიიყვან, ეს ფაქტია და ამიტომ რაღაცით უნდა მივიდეთ იქამდე, ხო, რაღაცით უნდა დავიწყოთ და მე მგონი რომ ამის საშუალებას ვაძლევთ ჩვენ, რომ აი სიმღერით დავიწყოთ და ის პირველი შეხება მუსიკასთან კონდეს ბავშვს 3 წლის, 4 წლის ასაკიდან. მე მგონი პირველი მუსიკასთან შეხება მაინც იწყება მე მგონი მშობლის ორსულობიდან მოყოლებული, იმიტომ რომ მე მქონია ესეთი შემთხვევა, ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ თითქოს რასაც უმღერის დედა ბავშვს დაბადებამდეც, ხო, ეს რაღაცა კავშირი არსებობს და მეც მქონია პირადად შემთხვევა, რომ ის რასაც უმღეროდი ხოლმე, თუნდაც იავნანა იყო
გარკვეული სახის სიმღერა უცხოენოვანი სხვათა შორის შემდეგ უკვე რაღაც ასაკში ახსოვდა ჩემს შვილს. ანუ ეს ილექება და ნამდვილად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, ხო? რა თქმა უნდა, ხა მე ახალს არაფერს არ ვიტყვი, რომ ორსულობიდან ყველაფერი ესმის ბავშვს, მაგრამ იცი რა მინდა ვთქვა, რომ აი ეს პირველი წუთები მე ასე აღვიქვა. პირველი ბგერები ბავშვს, რაც დედას მოსდის ბავშვის მიმართ, ხო? თვითონ ის არის მუსიკა. მე ხა ბევრისგან გამიგია, რომ დედას უთქვამს, რომ ვაიმე, მე როგორ ვუმღერო ბავშვს, მენა არა მაქვს. არ არის აუცილებელი რაღაცა სიმღერა და ნანა უმღერო, ხო? ყველა ერს თავისი ნანა აქვს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა დედას თავისი ნანა აქვს და ძალიან მარტივი ინტონაცია. ნანა, ნანა, ნანა. ხო, აი ამას არ უნდა ბევრი სიმღერა, მაგრამ მუსიკალურია. აი ეს ინტონაციაც მუსიკალურია და აი აქედან პირველი შეხება ბავშვს მუსიკასთან, აი პირველი ნანა აქვს, პირველი შეხება ბავშვს ზუსტად აი აქედან, პირველი ნანადანა აქვს. მე ესე ვფიქრობ, რომ თვითონ აი დედის საუბარიც, ხო? ეს არის, ხო? ნანა არის რაღაცნაირი ჩულ ბავშვთან. კი ბატონო, საწყისში არის. ესე იგი, ლოგიკურად ან მუსიკაზე უნდა მოვიყვანოთ 3 წლის ასაკიდან, როგორც გვირჩევ, ხო? სიმღერაზე კი. გასაგებია. მე მახსოვს 3 წლის ასაკში უკვე პრინციპში სცენაზე ვიდექი და მღეროდი. კი. და რომელი ასაკია დაუშვათ ყველაზე მიზანშეწონილი, რომ კლასიკურ მუსიკას გავაცნოთ უკვე ბავშვი ვაზიაროთ. არა, ნუ ვაზიაროთ ახლა რომ უნდა ვასმენინოთ, შეიძლება რა თქმა უნდა მუცლად ყოფნის დროსაც კი უნდა ვასმენინოთ, თავისთავად ცხადია, მაგრამ უკვე რომ აი ფიზიკურად დაკავდეს მეცადინეობით და უკვე რომ შეისწავლოს კლასიკური მუსიკა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე კარგი 7 წელი. იმიტომ რომ ტვინი თანხმედრაში მოდის ხელთან უკვე ბავშვს აქვს გავლილი პირველი კლასის სკოლის ადაპტირება ხდება სკოლასთან და მერე უკვე მუსიკაზე შეიძლება შევიყვანოთ და ნუ ეს არის არაჩვეულებრივი რა თქმა უნდა. კლასიკური მუსიკა ფსოფხედველობაზე, ნუ პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს, ხო, ბავშვის განვითარებაზე, გემოვნების ჩამოყალიბებაზე, ხო, რა თქმა უნდა. აი ვთქვათ, მშობლებს აქვთ ხოლმე ხშირად ესეთი შეკითხვა და მეც მქონია მსგავსი, რომ თითქოს ვერ ხვდები ადრეულ ასაკში აქვს თუ არა ბავშვს სმენა. აი როგორ უნდა მივხვდეთ ეს ყველაფერი და შესაძლებელი არის თუ არა სმენის შემდეგ ეტაპებზე განვითარება. მე პირდაპირ გეტყვი, რომ უსმენო ადამიანი არ არსებობს. არსებობს შინაგანი სმენა, რომელსაც უნდა განვითარება, ხო? ზოგი ბავშვი იბადება საოცარი სმენით. ზოგი ბავშვი თავიდანვე ისეთ მიახლოებულ ფრაზებს მღერს, მიახლოებულ ბგერებს იღებს ძალიან ადრეული ასაკიდან, მაგრამ ზოგი არის მოყავს მშობელს, რომელიც მშობლის სურვილით მოდის, ეხლა 3 წლის ასაკში მოდის შევთანხმდეთ, რომ ბავშვს არ აქვს იმის მოთხოვნილება, რომ სიმღერაზე მიმიყვანე, ხო? გამორიცხულია ეხლა, ხო? მოდის რამდენიმე მიზეზი. მშობელს მოყავს თავისი სურვილით, ან მშობელს ბავშვობის ოცნება აქვს და უნდა თავის შვილში ჩადოს ეს რაღაცა და ნახოს, ან არის, ხო, ან არის ის, რომ მშობელი ამჩნევს, რომ რაღაც შესაძლებლობები აქვს, ან არის ის, რომ აიმე, საერთოდ არ აქვს სმენა და იქნებ რამე გვიშველოთ. 3 წლის ასაკში არის ძალიან კარგი რთული პედაგოგისთვის, მაგრამ ძალიან კარგი სიმღერის დაწყება, იმიტომ რომ იცით რა არის ეს დღევანდელი ბავშვები ძალიან რთულ სიტუაციაში იზრდებიან, მათ აქვთ გარედან ისეთი ინფორმაციები, მუსიკალური ინფორმაციაც მოდით ვთქვათ, ცუდი. და ცოდვები არიან ეს ბავშვები. როდესაც მე მეუბნებიან, რომ ვაიმე, ნუ არა, იშვიათად ყოფილა, ძალიან იშვიათი გამონაკლისი, მაგრამ უთქვამთ, რომ რა დროს ჩიტო ნაცარაა 21 საუკუნეში. და რა დროს მანანა, არა, ძალიან დიდი ბოდიში. ზუსტად ეს ბავშვები იმ ჯანსაღ მუსიკაზე, იმ ჯანსაღ სიმღერებზე უნდა გავზარდოთ. დღეს მსოფლიოში არის მელოდიის დეფიციტი.
მელოდია უჭირს სოფლიოს და შენ გაქვს ესეთი საფუძველი, შენ შეგიქმნა შენმა წინაპარმა ესეთი დაგიტოვა, ესეთი საოცარი სიმღერები, როგორ რა უფლება გაქვს შენ რომ არ ასწავლო, რა უფლება გაქვს რომ შენ ქართველი არ აღზარდო იმ საფუძვლებზე, იმ ფესვებზე, რომელზეც უნდა იდგეს. და რაც მთავარია, სიმღერა არის სულის მალამო. და ის ჩიტო ნაცარა, ეს აწყალი კურდღელი და თუ ძალიან ბევრი სიმღერა, ხო? ქართული საოცარი სიმღერები გვაქვს ხალხო რას ამბობთ. ხო. რომელიც ნამდვილად ალბათ პოზიტიურ დამოკიდებულებებზეც მოქმედებს, ხო? ბავშვის სოციალიზაციაზე, გარემოსთან ადაპტაციაზე, ბევრ უნარჩვევებს უვითარებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ახსენე, ყველა მუსიკას აქვს დადებითი გავლენა, ასე ხომ არ არის? ანუ არის ისეთი მუსიკა, რომელიც არ იმ მუსიკას გულისხმობ, რომლის მიწოდებაც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ინტერნეტში. ხო, აი კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს ინტერნეტში ძალიან არა ჯანსაღი და დაბიო ხარისხის გემოვნებას, რომელიც არ განუვითარებს ბავშვს. აი ესეთი და სამწუხაროდ მე ეს უკვე მოზრდილობაში გადადის და რა სიმღერებს ვისმენთ და ბაზრობაზე მე მგონი ხვდებით და არა მარტო ბაზრობაზე. გემოვნებაზე სერიოზული სადავო გვაქვს. ძალიან დიდი დეფიციტია და აი ჩვენ მაგალითად აი ჩვენი სტუდია მაქსიმალურად აი იცით როგორ დგავართ რომ აი ყველანაირად ჩვენს ბავშვებს დავეხმაროთ გემოვნების პირველ რიგში გემოვნების ჩამოყალიბებაში. თინიკო, აი სწორედ ამაზე მინდა დააკითხვა, დამესვა. თუ გაგვიზიარებ, თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული ტექნიკები ან მეთოდები, რითიც თქვათ ამას ახერხებთ ამ გემოვნების ჩამოყალიბებას, ან თუნდაც მეთოდიკა თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული. და როგორი ცვლილებები განიცადა, მე მახსოვს, რა თქმა უნდა, ჩემი თაობიდან დღემდე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. აი მე გეტყვი ერთ რაღაცას და ჯონის ძალიან კარგად ახსოვს და ძალიან დამეთანხმება ალბათ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს დედისგან ნასწავლი. ჩვენ უყურებდით დედის დამოკიდებულებას ბავშვებთან. და ეს იყო ძალიან საინტერესო. მის მეთოდებზე აღვიზარდეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, თანამედროვეობას ფეხი უნდა აუწყო და ჩვენც გავზარდეთ ეს ყველაფერი, შევმატეთ ახალი, იმიტომ რომ ბავშვები როდესაც მოდიან ჩვენთან, პირველ რიგში 3 წლის ბავშვი რომ მოდის, იმას მუსიკის სიყვარული არ აქვს. იმას შენ უნდა ასწავლო, ამიტომ მეთოდებით ძალიან ისეთი ჩვენებური გვაქვს. სულ 3 წლის ასაკში თამაშობებით მიდის შეყვარება სიმღერის. თამაშობებით არის რომ აცნობ და ბევრი ტექნიკური ისეთი სავარჯიშოები გვაქვს თამაშით, რომელიც ასწორებს გემოვნებას, ასწორებს რიტმს, სმენას და საბოლოო ჯამში კარგი შედეგები გვაქვს კალბატონი ანის სახეზე, მაგრამ ანი მე მინდა გითხრა რომ ძალიან შეიცვალა შენი თაობის შემდეგ, აი ეხა ცოტა ისეთი თაობა არის, რომელსაც ეს თაობა იყო, როცა რაღაცა ტექსტ ხოვდი, სიმღერის ტექსტს ხო და უხსნით ისინი მომზადებული მოდიოდნენ, ეხა ცოტა გვიჭირს ამასთან შეხება გვაქვს. ძირითადი ხაზი იყო, ნუ მელოდიურობა რაც ახსენე, ეს აუცილებლად შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო და დარწმუნებული ვარ, ახლაც თქვენ შემთხვევაში ნამდვილად ძალიან ცდილობ. არის ხოლმე. თუმცა ამას ემატება დამატებით კიდევ ის უნარჩვევები, რაც თქვათ სცენას სჭირდება ალბათ, ხო, სიმღერის შემთხვევაში. გარდა მღერისა, ესე ვთქვათ. მოდი შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, მოდი განსაზღვროთ რაღაცნაირად თუ შევეცადოთ შევაჯამოთ, აი რისთვის არის აუცილებელი რომ ვატაროთ ბავშვები მუსიკაზე. მოდი კიდევ ერთხელ შევუჯამოთ მშობლებს. მე აი ესე ვიტყოდი რომ აუცილებელია. იმიტომ რომ ბავშვი იყოს პირველ რიგში ხალისიანი. ბავშვი იყოს ბედნიერი. ბავშვი ბედნიერებისთვის, იმიტომ რომ იმას როდესაც ესმის კარგი მუსიკა, კარგი სიმღერა და თვითონაც ეუფლება ამ ყველაფერს, ხო? აი
ძალიან მნიშვნელოვანია. მისი გემოვნების მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვიმეორებ, ეს არის სულის მალამო, რომელიც მე იცით როგორ ავითარებს და როგორ ეხმარება ადამიანს, ბავშვს ეხმარება. 3 წლის ბავშვი მოდის და გიყურებს, ეს შემოგციცინებს თვალებს. იცი რა, მინდა დავამატო კიდევ ერთი რამ, რომ ლოგიკურ აზროვნებასაც უწყობს ხელს ნამდვილად, იმიტომ რომ იქ გიწევს ტაქტებში ჩასმა, რითმის გათვალისწინება, ძალიან ბევრი უნარი არის, რაც შემდეგ უკვე ცხოვრებაში ადგება ადამიანს. ასე რომ მათი ემოციური ინტელექტი თუნდაც მათი ვინც ეუფლება მუსიკას, ბევრად უსწრებს ხოლმე სხვა შემთხვევებს. ასე რომ რაღა შორს წავიდე და ნოტების სწავლა წარმოიდგინეთ. მართალია და გარდა ამისა, კითხვა თინიკო დამეთანხმები ალბათ ბავშვი რომელიც მღერის და შენ სხვა კუთხიდან უყურებ, რა ბედნიერია ეს. აი ზუსტად რა ნათელი გადაზდის მას სახეზე და როგორია და როდესაც ის სულიდან გულიდან ამოხეთქილა ამ გერებს უნაწილებს მთელ ქვეყნიერებას მასზე ბედნიერი არავინ არა იმიტომ რომ მას თვით გამოვლინების ეს ნამწრფელია ყველაზე ლამაზი საშუალება ეძლევა და რამ ხელა ბედნიერებაა რომ აი ესეთი სკოლა და ესეთი პედაგოგები არსებობენ როგორიც კალბატონი თინიკო ბზარი ხო და ნუ რა გითხრათ აბა მადლობა იმისათვის რომ არსებობენ დებიჭო ხონელიძეები და თქვენნაირი ხალხი რომელების აი ამ ანგელოზებს აზიარებენ ამ უდიდეს სილამაზეს ძალიან დიდი მადლობა და ალბათ სწორედ აღნიშნა ჯონი ნამდვილად ერთ-ერთი დადებითი მხარე ნამდვილად ის არის რომ თვით გამოხატვის საშუალება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ნუ ბევრი ვახსენეთ იმის თაობაზე თუ როგორი გარემო არის ხო დღეს ბავშვებისთვის გადატვირთული ბევრი ინფორმაციას იღებენ და თვით გამოხატვის საშუალება ნამდვილად მნიშვნელოვანი მიმართულება არის მუსიკა არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ნაწილი ამ ყველაფრისა რომელიც გაძლევს ამის საშუალებას რასაკვირველია და რჩევის სახითაც შეგვიძლია მშობლებსაც უთხრათ ხო რომ ალბათ ჯობს შესაძლოა მუსიკაზე არ შევიყვანოთ ბავშვი ნუ არ გქონდეს ამის შესაძლებლობა ან თუნდაც ტარების შესაძლებლობა ან თუნდაც ბავშვს თვითონ არ გქონდეს სურვილი ესეც ყოველად შესაძლებელია ნაკლებ სავარაუდოა მაგრამ მაინც უბრალოდ სახლში მოვასმენინოთ ხო კარგი მუსიკა ხო მაქსიმალურად ვეცადოთ რომ აი ბავშვობიდან შევაჩვიოთ და არ ეგონოთ მშობლებს აქ უნდა დავამატოთ კიდევ რომ მათ შვილებს შესაძლებელია რომ საწყის ეტაპზე არ გამოუვლინდეთ სმენა მუსიკალური, თუმცა აუცილებლად ეს განვითარებადი არის როგორც ვიცით და შესაძლებელია სმენის განვითარებაც. ამიტომ არ შეგეშინდეთ. სწორი მუშაობით ნამდვილად თინიკო უღრმესი მადლობა ეთერში სტუმრობისთვის და ასეთ საინტერესო მიმოხილვისთვის და ჩვენი რუბრიკა ამით დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა ანი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის.